ცოტა ხნით დავემშვიდობოთ ანტიკურ საბერძნეთს და გვიან შუა საუკუნეების საფრანგეთს და გადმოვინაცვლოთ მე-20 საუკუნეში, კერძოდ 1936 წელი. ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ერთ მხარეს არიან რესპუბლიკური მთავრობა და მისი მხარდამჭერები და მეორე მხარეს გენერალ ფრანცისკო ფრანკოს ნაციონალისტურ ფაშისტური ჯარები. ფრანკოს ბარსელონა უკვე აღებული აქვს და 4 სხვადასხვა მიმართულებით მისი ჯარები მადრიდს უტევენ. მადრიდში გამაგრებული იყო რესპუბლიკური მთავრობა და ამიტომ მადრიდის აღებას ფრანკოსთვის ძალიან დიდი სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. და სწორედ ამ დროს ფრანკოს უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, ერთ-ერთი რაზმის მთავარსარდალი ემილიო მოლა რადიო ინტერვიუში ასეთ განცხადებას აკეთებს. ჩვენ მადრიდს ვუტევთ 4 კოლონით, მაგრამ არსებობს მეხუთე კოლონაც, რომელიც ქალაქში გველოდება. და ამ მეხუთე კოლონაში მოლა გულისხმობდა ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ელოდებოდნენ მათ მიახლოებას, ელოდებოდნენ მომენტს და ისინი სწორედ ზურგიდან დაეხმარებოდნენ ნაციონალისტებს ქალაქის აღებაში. რესპუბლიკელებს ერთი დიდი პრობლემა ჰქონდათ. მათ არ იცოდნენ სანდო იყო თუ არა თავად ქალაქის მოსახლეობა, ჩვეულებრივი მოქალაქეები. აი მოდის მოქალაქე, რომელიც შეიძლება შენი მეზობელი იყოს, თანამშრომელი, მეგობარი, ადამიანი, რომელსაც გვერდით ჩაუვლი და ვერც კი იფიქრებ, რომ ის შენს მოწინააღმდეგეს ეხმარება, აწვდის ინფორმაციას, ამზადებს დივერსიას. აი სწორედ ასეთ ფონზე გაჩნდა მეხუთე კოლონის იდეა. მოლას მიაწერენ, მაგრამ ის შეიძლება ჟურნალისტური ინტერპრეტაციაც იყოს. ასეა თუ ისე ეს ფრაზა ამ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება და უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ ემილიო მოლას მიაწერენ და არა მოლამ ნამდვილად თქვა. 1927 წელს პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში, ალყაშემორტყმულ მადრიდში, სასტუმრო ფლორიდაში, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო, ერნესტ ჰემინგუეი წერს პიესას მეხუთე კოლონა. პიესა ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა სავსე. ჰემინგუეი თავის პერსონაჟს, ამერიკელ ჟურნალისტს ფილიპ როულინგს საოცრად ჰგავს. ეს პიესა 1938 წელს გამოქვეყნდა და 1940 წელს ბროდვეიზეც დაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ფრაზას ემილიო მოლას მივაწერთ, სწორედ ჰემინგუეის ამ პიესამ და მისმა აღიარებამ შეუწყო ხელი ამ ფრაზის გლობალურ, საერთაშორისო იდიომად ქცევას. რაც შეეხება ჩვენს ფრთიან ფრაზას მეხუთე კოლონა, ანუ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც შიდა მდგომარეობის გამოყენებით გარე მტერს ეხმარება. დღეს როცა ვამბობთ ისინი მეხუთე კოლონაა, ჩვენ არ გულისხმობთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ეს იარლიყი გაცილებით უფრო საშიში და სახიფათოა. შესაბამისად საფრთხილოც. დღეს აქ დაგემშვიდობებით, მომავალ ფრაზამდე.